მოგესალმებით. ეს ჩოხატაური სათემო რადიოა და მე თამთაცინცაძე ვარ. დღეს ჩემ თანაწამყვანებთან ერთად ვისაუბრებ ერთ მნიშვნელოვან თემაზე, უსახლკარო ძაღლებზე. ეს პრობლემა, რომელიც მხოლოდ ცხოველებს არ ეხებათ. ეს ჩვენი საზოგადოების პასუხისმგებლობის ნაწილია. ქალაქსა და სოფელში ხშირად ხვდებით მიტოვებულ შინაურ ცხოველებს, რომელიც შიმშილისაგან და ავადმყოფობისაგან დასუსტებულები არიან. ზოგჯერ ისინი ადამიანებს აშინებენ, ზოგჯერ კი თავად ხდებიან აგრესიის მსხვერპლები. გადაცემის მიზანია გავაცნობიეროთ და თვალნათლივ დავინახოთ, საიდან მოდის ეს პრობლემა, როგორ არის შესაძლებელი მისი გადაწყვეტა, როგორ შეიძლება ამ პრობლემის ჰუმანურად მოგვარება და რას ნიშნავს პასუხისმგებლობა ცხოველის მიმართ, როგორ შეგვიძლია თითოეულმა შევცვალოთ სიტუაცია. ჩემთან ერთად სტუდიაში არიან თანაწამყვანები ანასტასია და გაბრიელი. მოგესალმებით. დღეს აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მიუსაფარი ცხოველების თემაზე, რადგან ის ყოველ ჩვენგანს აწუხებს და ჩოხატაურის რაიონშიც აქტუალურია ეს პრობლემა, რადგან ხშირია ბავშვების დაკმენის ფაქტი, როცა ისინი მოდიან ხოლმე მასწავლებლიდან ღამით მით უმეტეს, როცა ცხოველები ჯგუფურად საღამოს გადაადგილდებიან. საკვების მოსაპოვებლად ისინი განსაკუთრებით აგრესიულები არიან. თქვენ რა სიტყვას ამ თემასთან დაკავშირებით? მოგესალმებით, მე გახლავართ ანასტასია გაბრიჭიძე, ჩოხატაურის მაცხოვრებელი, კერძოდ სოფელ გუსულში ვცხოვრობ. პირველ რიგში მადლობას გადაგიხდით და მიხარია, რომ ამ თემაზე საუბარი მიწევს ახლა, რადგან ჩვენ და სამწუხაროდ აქტუალურია ეს თემა მიუსაფარი ცხოველების, იმიტომ რომ არა მარტო ჩოხატაურში, არამედ მთელ საქართველოში ეს თემა აქტუალური და გლობალური. ხშირად ადამიანები ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ერთი გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო ქცევა ცხოველების ბედზე და შემდგომ უკვე მომავალზეც კი. პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვარ გაბრიელ სიხარულიძე და დავეხმები ანასტასიას, რომ დიახ, ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც ჩვენ ვხედავთ თუ როგორ იტანჯებიან ქუჩაში მიტოვებული ძაღლები და თუ რამდენად ცოტა ადამიანი ფიქრობს მათზე. თავიდან დავიწყოთ ამ სიტუაციაზე საუბარი და თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან, თუ რატომ ხდება ამდენი მიუსაფარი ცხოველი ქუჩაში? რა არის ამის გამომწვევი მიზეზი თქვენი აზრით? ჩემი აზრით, ძირითადი მიზეზი არის, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ადამიანებს, აი მაგალითად, არანაირად არ მოწონთ ის ლეკვები, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში არიან. აუცილებელია მათთვის, რომ იყიდონ პატარა საყვარელი ლეკვი, ამის შემდგომ ის ლეკვები გაიზრდება და ის უბრალოდ მოისვრიან და უშვებენ ქუჩაში. ამის გარდა არის კიდევ სხვა მიზეზები, რომლის გამოც ძაღლები ქუჩაში ხვდებიან. ნუ რა თქმა უნდა, საწყისი კი ყველაფრის, ანუ ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ არის ადამიანების უპასუხისმგებლობა. ასე იწყება მათი ტანჯვა, შიმშილი, სიცივე და დაავადებები. იმის და მიუხედავად რომ შეგვიძლია რომ უბრალოდ ქუჩიდან ავიყვანოთ, პატარა ლეკვი მოუვაროთ და გავზარდოთ, ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ ვიყიდოთ. ნამდვილად ასევე კიდევ ერთი მიზეზი არის სტერილიზაციის ნაკლებობა. სტერილიზაცია, კასტრაცია აუცილებელია ყველა ძაღლისთვის, რომელიც განმავლობას არ აპირებს. როცა არ აქვს მათ სტერილიზაცია გაკეთებული, მათი განმავლობა ხდება უკონტროლო, როგორც პატრონიანი ცხოველის, ისე უპატრონო ძაღლების დროს. ყველა ხდება ქუჩაში. ეს პრობლემა რაც უფრო მეტი უსახლკარო ძაღლია, არა მხოლოდ ცხოველებისთვის წარმოადგენს საფრთხეს, არამედ ადამიანებისთვისაც, რადგანაც ხშირად ჩნდება ინფექციების, სოფის და ადამიანების დაკმენის რისკი. ასევე მევახსენებ იმასაც, რომ ამის გამომწვევი მიზეზი არის ხალხში ცნობიერების ძალიან დაბალი დონე და ვფიქრობ, რომ ამის პრევენცირებას ჩვენ მოვახდენთ სხვადასხვა კამპანიების ჩატარების გზით, რომელიც მაგალითად შეგვიძლია გავაცნოთ ამ ხალხს ქუჩაში მყოფი ძაღლების პრობლემები და ამისგან გამოწვეული სხვადასხვა პრობლემები. ასევე ყველაფერი ამას დავამატებთ იმას, რომ მარტო როცა ძაღლს ავიყვანთ ან რომელიმე შინაურ ცხოველს, მარტო სურვილი არ გმარა. უნდა გქონდეს გააზრებული ის ფაქტი, რომ მათ სჭირდებათ ყურადღება, სრულმა ფინანსური რესურსები და ანუ ყველას უნდა გქონდეს თავიდან ეს გააზრებული, რომ შემდეგ არ მოხდეს მათ ეს უპატრონოდ მიგდება, ესე რომ ვთქვა. კი, ანუ ძალიან ბევრია შემთხვევები იმისა, რომ დაუშვათ აიყვანენ ლეკვს და ეს პატარა ლეკვს უფრო ნაკლებად სჭირდება, ის საკვები მაგალითად უფრო ცოტა რაოდენობით სჭირდება, აი ეს აცრები სჭირდება აუცილებლად, ანუ პირველ რიგში ოჯახისთვის იყოს უსაფრთხო და მერე საზოგადოებისთვის. და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ და სამწუხაროდ გვიანად ცნობიერებს პატრონი
თავდაპირველად ხედავს მარტო საყვარელ ლეკს, რომელსაც შეიძლება ითამაშოს და მე უკვე მის უკან რომხელა პასუხისმგებლობა იმალება, იმას ვერ ამჩნევს და როცა ეჯახება უკვე ამ პასუხისმგებლობებს, მე უბრალოდ პრობლემას იშორებს თავიდან და მოშორების გზა არის ქუჩაში გამოშვება, ან ხშირ შემთხვევაში ხვდებოდით ადრე იყო, სანამ კანონი გამკაცრდებოდა, კლავდნენ ძაღლებს. მე მაგალითად ბევრი მინახავს ან გამიგია, რომ ძაღლი გაწუწკა და ეგრე უძახიან, როცა ქათმებს შეჭამს ან რაღაცა გაიწევს ის კვერცხისკენ და ესეთ ძაღლებს პირდაპირ აგდებდნენ ან კლავდნენ. პრევენციისთვის არ ახდენენ იმას, რომ ან დაებათ, ან რაიმე სხვა გზა მოეძებნათ იმისათვის, რომ ძაღლს არ გაეკეთებინა ცუდი საქციელი. ანუ არ აღიქვავენ ძაღლს სულიერ არსებად, რომელსაც სითბო და ზრუნველობა ჭირდება და ეს ძალიან ცუდია. და მართალი ხარ გაბრიელ, ეს არის პირველ რიგში ცნობიერების ნაკლებობა და ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა, რომ ცხოველი უნდა ემსახუროს ადამიანს. და დიახ, თქვენ რეალურად წეგან რაც ახსენეთ, რომ ძაღლი შემდეგ ასე თქვა ფუჭდება და წუწკდება და აი მიიწევს სხვა საკვებისკენ, რომელიც რეალურად სხვა ადამიანის პირადი საკუთრება არის. ეს არ არის რეალურად ძაღლის ბრალი, ეს არის პატრონის ქმედებების ბრალი, რომელიც ამ ყველაფერმა გამოიწვია, ასე თქვა და მიიღეთ საბოლოო შედეგი. თავის დროზე საჭმელი ან რაღაცა არ შეთავაზა. ბატონო, გეთახმებით ნამდვილად. თქვენი აზრით შეიძლება მოგვარდეს პრობლემა მხოლოდ მაშინ, როცა საზოგადოება თვითონ ჩაერევა. ანუ ამ პრობლემის მოგვარება ჩვენ უნდა ვთხოვოთ სახელმწიფოს, თუ შესაძლებელია თქვენი აზრით, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, თითოეულმა ადამიანმა პირადად დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარებისთვის ნაბიჯების გადადგმა. რას ფიქრობთ ამაზე? რა თქმა უნდა, თავიდან ყოველთვის თავი და თავი ყოველთვის დადებითის და უარყოფის არის ადამიანი. პირველ რიგში არ უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, გულგრილები, თუ დავინახავთ მიუსაბარ ცხოველს, რომელსაც ჭირდება ჩვენი დახმარება, შეგვიძლია ელემენტარული, როგორიცაა წყლის დადგმან, ნარჩენი საკვები გამოვიყენოთ, რომელიც დაეხმარება მათ, რომ ერთი დღე მაინც გაიტანონ. გარდა ამისა, ამის პრევენცია შეიძლება იყოს, რომ თუ ჩვენ არ შეგვიძლია მისი ზრუნვა და სამის დაყვანა, ვუყოლოთ პატრონი, როგორც იყო სოციალური ქსელები და რაიმე ინფორმაციით, რომ ვინმე მას დაეხმაროს, იმიტომ რომ არაერთ ადამიანს სურს და უნდა რომ პატარა ლეკვი ან დიდი ძაღლი ყავდეს სახლში. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მას ვუყოლოთ ყოველ სანდო პატრონი, რომელსაც ყოველთვის და ყველა მომენტში ეყვარება და მასზე იზრუნებ. აი, ნამდვილად ძალიან კარგი მაგალითია, რაც ანასტასიამ უთხრა. თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ უსახლკარო ცხოველებს, მაშინ, როცა ისინი ქუჩაში არიან. თუმცა მთავარი პრობლემა, როგორც უკვე აღნიშნეთ, არის ის, როგორ ხდებიან ისინი ქუჩაში და როგორ შეგვიძლია ჩვენ ამისგან გამოწვევოს სხვადასხვა პრობლემები მოვაგვაროთ. პირველი ნაბიჯი ჩემი აზრით არის პატრონიანი ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაცია, რომელიც თავიდან აგვარებს არასასურველი ლეკვების, რომელიც დაბადებისთანავე განწეული არიან ქუჩისთვის. ხშირად არის აქციები, როცა ძაღლის სტერილიზაცია 100 ლარი ღირს. ამ დროს მოდის ჯგუფი სპეციალურად აღჭურვილი მანქანით და ადგილზე აკეთებს ოპერაციას. კი ბატონო, მე პირადად მქონდა შეხება ასეთ ჯგუფთან, ვისარგებლე ამ სერვისით. როცა დაურეკე Facebook-ზე ვნახე პოსტი, სადაც ეწერა, რომ იგეგმებოდა ჩოხატაურში ვიზიტი და შემეძლო მე ჩემი ცხოველისათვის გამეკეთებინა სტერილიზაცია 100 ლარად. დაურეკე, ჩავეწერე, ისინი მოვიდნენ სპეციალურად აღჭურვილი მანქანით და გაუკეთეს ოპერაცია და დამიტოვეს ასევე შესაბამისი მედიკამენტები, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა მიეღო და რეკომენდაციები, რომელიც აუცილებლად გავითვალისწინე. ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, ამეცილებინა თავიდან მისთვის უამრავი დაავადება, რადგან თვითონ ეს სტერილიზაცია, კასტრაცია ცხოველსაც არიდებს ძალიან ბევრ დაავადებებს და მის სიცოცხლის ხანგრძლივობასაც ცდის. ასევე ძაღლი, რომელიც არის სტერილური, უფრო ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე არასტერილური ცხოველი. შესაბამისად, ვთვლი, რომ ყველა ადამიანმა ეს 100 ლარი არ არის ისეთი თანხა, რომელიც შეიძლება ვერ გაიმეტოს საკუთარი შინაური ცხოველისათვის, რომელიც გიყვარს და სრუნავ მასზე. და ამით მას ძალიან დიდ პრობლემებს არიდებ თავს და ასე სამოქალაქო პასუხისმგებლობას გაინაწილებ შენ თავზე, არ გაჩნდეს ისეთი ლეკვები, რომელიც თავიდანვე განწირულები არიან ქუჩისთვის.
კი, ძალიან კარგი მაგალითებია. ხშირად გქონია, რომ მე რო ვთქვა, რომ მე რა შევცვლი, რომ ეგ გავაკეთო, ხო? არა, ერთი ადამიანის ქმედება იმდენად მნიშვნელოვანია თითოეულ ძალიან ბევრ ძალზე, რომ მათმა ქმედება შეიძლება შეცვლოს რამოდენიმე ძალის ცხოვრების წესი და ასე შემდეგ. კვლევები აჩვენებს, რომ ერთი ძაღლი და მისი შთამომავლები, სულ რაღაც 6 წელიწადში დაახლოებით 67,000 ძაღლს. რა თქმა უნდა, და თუ ამას დავიწყებთ უკვე ჩვენ ასაკის თანატოლები და უფრო მაღლა, სხვასაც მესცემ ამის мотиваცია სულ რომ გადაარჩინოს ეს ძაღლები, ხო? და ძაღლი ესე რომ ვთქვათ, ყველა ჩვენ მომაიცით, რომ არის ადამიანის უახლოესი მეგობარი. ხშირად იმაზე მეტად ვენდობთ ზოგიერთი ჩვენგანი ძაღლს, ვიდრე ადამიანს. ამიტომ ის რა თქმა უნდა არ უნდა იყოს განწირული ამ ყოველდღიურობაში, რასაც რეალურად ისი გავლაც უწევს მას, რომ უბრალოდ დღიდან დღემდე რაღაცა ის თავი გაიტანოს. ზოგადად მე ვფიქრობ, ყველაფერი განათლებიდან იწყება. სკოლებში იქნება პატარა გაკვეთილები ან კამპანიები ცხოველების ფულაზე, ბავშვები უფრო პასუხისმგებლიანები გაიზრდებიან. მათ უნდა ესმოდეთ და იაზრებდნენ, რომ ცხოველები ცოცხალია. ისინიც გრძნობს ტკივილს და მარტოობას. ასევე მინდა რამოდენიმე საინტერესო ფაქტი მოვიყვანო ძაღლებზე. ადამიანები, რომლებიც იაზრებენ თავიანთ პასუხისმგებლობებს და მოვალეობებს, როდესაც ძაღლი მოყავთ სახლში, ასეთი ადამიანები თუ უკეთებენ შემდეგ მათ ძაღლებს კასტრირებას, ისინი საშუალოდ 2-3 წლით უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ჩვეულებრივი არაკასტრირებული ძაღლები. ასევე ცოფის შემთხვევების 99% ზუსტად ქუჩის ძაღლებიდან მოდის. მოკლედ ეს ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს და საბოლოოდ შეიძლება ყველაზე ვარეს შემთხვევაში მივიდეს ფატალურ შედეგებამდე, რაც იაზრებს ადამიანის სიკვდილს. ანუ განსაკუთრებით საშიში გულსაფარი ცხოველები მაშინ არიან, როცა იწყებენ საკვებისათვის ბრძოლას. ეს უფრო საღამოს პირობებში ხდება, როცა თითქოს ნილდება ქალაქში რიტმი, ისინი ჯგუფურად გადაადგილდებიან და ამ დროს ის ადამიანები, რომელიც იმ სიახლოვეს გადაადგილდება, სადაც ისინი მოძრაობენ, უკვე პოტენციურად არიან დაკვენის რისკის ქვეშ. განსაკუთრებით მოწყვლადები ამ შემთხვევაში იქნებიან მოხუცები და ბავშვები, ეს არის ის ჯგუფი, რომელსაც არ შეუძლია თვითონ თავის დაცვა. შესაძლებელია უფრო ახალგაზრდა უშველოს იმით, რომ გაიქცეს, ან რაიმე მოუქნიოს. არის ჟესტები, მაგალითად ძაღლი დაახლოებით როგორც ისი 50-მდე მინიმუმ 50 ჟესტამდე იმახსოვრებს ადამიანის ქცევებს. და მაგალითად, როდესაც ადამიანი დაიხრება ხოლმე, შეიძლება მაგალითად მე მქონდა ასეთი შემთხვევა წინა წელს, როდესაც ქუჩაში უბრალოდ მივდიოდი, დავიხარე თასმების შესაკრავად და ძაღლმა ეს მიიღო ასე ვთქვათ ცუდ ჟესტად, რაღაცა ეთყობა არ მოეწონა, მოკლედ დამახსოვრებული ქონდა ეს, რომ შეიძლება ვიღაცამ დაიხაროს და ქვა ესოლოს. ამ დროს მე უბრალოდ თასმებს ვიყავდი, მოვიდა და მიკბინა. კი, იმასაც აღნიშნო, რომ დაგეთანხმებით რომ სამოს ბევრში, იმიტომ რომ ხევა ჩვენ ახალგაზრდებს ხშირად უწევთ, თუნდაც რეპეტიტორებიდან გვიან გამოსვლა და არის ხოლმე მეც ესეთი შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლები ძალიან მიყვარს და არ მეშინია, ისე მოხდა, რომ რეალურად მართლა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდი მაშინ და მაგას მაინც ყველაზე მეტად მიეცეს ყურადღება, იმიტომ რომ არ არის ძაღლის ნაკბენი ხა მარტივი არ არის ვიცით, ხო? ამიტომ მაგ მიმართულებით უფრო მეტი ყურადღება შეიძლება რომ გამოვიჩინოთ. გარდა იმისა, რომ რაღაც ვერ მოუვიდეთ. ქუჩაში, ასე ვთქვათ, გაზრდილ ძაღლები იმახსოვრებენ ძირითადად ცუდ ჟესტებს და შემდეგ ნებისმიერ ადამიანმა მათ ადგილას რო გაიარონ, მაგალითად, ხონიშნავენ თავიანთ ტერიტორიებს, აღსასრული სხვა ძაღლიც რომ მივამ მის ტერიტორიაზე უკვე საფრთხეს წარმოადგენს ის იმ ადამიანისთვისაც და ძაღლისთვისაც. და მოკლედ უფრო მეტი საშიშროება, როდესაც თვითონ ქუჩაში იზრდებიან. მსმენელმა შეიძლება თქვას, რომ ამ შემთხვევაში რა შეიძლება მე გავაკეთო. ჩემი რჩევა ესე მარტივად იქნება, რომ ყველას გვაქვს სახლში საჭმელი, საკვები, რომელსაც ვიყენებთ დღის განმავლობაში და ზოგიერთ შემთხვევაში, ვისაც არ ყავს სახლში ცხოველი ან პირუტყვი, ამ საკვებს პირდაპირ ნაგავში იყრის. შესაძლებელია, რომ ერთჯერად კონტეინერებში შევაგროვოთ ეს საჭმელი და დაუტოვოთ იმ მიუსაფარ ძაღლებს, რათა ისინი იყვნენ დანაყრებულები და უფრო ნაკლებად აგრესიულები იქნებიან. ანუ ამის შემდეგ ან ზაფხულის განმავლობაში შესაძლებელია ასევე ის, რომ ძალიან უჭირთ ზაფხულში წყლის ნახვა ძაღლებს და როცა წყალს ვერ სვავს, ვიცით, რომ მაგას შეუძლია ძალიან ბევრი რამის გამოწვევა, პირველ რიგში ცოფის გამოწვევა. შეგვიძლია რომ პატარა კონტეინერებით რაღაცა ის სხვადასხვა ადგილას იყოს ძაღლებისთვის დადგმული წყალი, როცა ისინი ძალიან დაცხება მივლენ და დალევენ.
ანუ ესეთი ელემენტარული ნაბიჯებით, რომელიც გაკეთება ჩვენ შეგვიძლია რომ არ უყუროთ სახელმწიფოს მათგან რა ნაბიჯებს გადაადგამ. შეგვიძლია ჩვენც რაღაცა პატარ-პატარა ნაბიჯები გადავდგათ და ის რომ მაგალითად გაკეთდეს თავშესაფარი და ეს ყველა ძაღლი უპატრონო ძაღლი წავიდეს თავშესაფარში არის არარეალური, იმიტომ რომ პატარ-პატარა ნაბიჯებითაც შეგვიძლია გავაკეთოთ. მაგრამ different ზავს გავუკეთებთ უბრალოდ კასტრაციას, წარმოიდგინეთ 10,000-ობით ძაღლს გადავარჩენთ და ეს არის უბრალოდ პატარა ნაბიჯი დიდ მიზნებამდე. კი, მაგრამ ეს ყველაფერი გამოიწვია ადამიანმა და ადამიანის გამოწვეულრაც აი ეს უნდა დაამთავროს ადამიანმა. ანუ როგორც გააფუჭა საქმე, ისე უნდა გააკეთოს რა თავიდან. ამიტომ არადოს არ არის გვიანი რომ სახელმწიფო შეუძლია დაგვეხმაროთ როგორც სტერილიზაციისა და ვაქცინის პროგრამები, ანუ მუნიციპალიტეტებში რეგულარულად უნდა ჩაეტარონ სტერილიზაცია, რომ უსახლოვო ცხოველთა გამრავლება შეამჩნიეს, როგორც უკვე გაბრიელმა ახსენა ეს ფაქტი. ცხოველთა თავშესაფრის შექმნა და დაფინანსება ეს ვიცით რომ ძალიან ჩვენარი ქვეყნის ძალიან ესე ვთქვათ რთული რამაა, მაგრამ ყველანაირად უნდა ვეცადოთ. კი, მაგრამ ეს არაფერი ჩაგერთვები ანასტასია ეხლა რომ ეს თავშესაფრის გაკეთება ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და მაგას აქვს თავისი სტანდარტები. თან პრევენციას ვერ მოახდენს ეს უსახლკარო ცხოველებისთვის, იმიტომ რომ დაუშვათ ახლა ავიყვანე ყველა ცხოველი რაც კი დაუშვათ ჩოხატაურის რაიონშია და შევსვით თავშესაფარში. როცა ოჯახში არ არის ძაღლები გასტერილებული, პოტენციურად არის არასასურველი ლეკვები კიდევ და ისევე წამოვა ქუჩაში ეს მოსაფარი ცხოველები და გაგრძელდება ეს ჯაჭვი სამუდამოდ და შესაბამისად ეს პრევენციას ვერ მოახდენს და თან ანუ თავშესაფარი იმხელა ხარჯებზე გადის, რომ ჩვენაირ განვითარებადი ქვეყნებისათვის ეს ძალიან ეს არის ისეთი მოცემულობა, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ჭირდებათ სახლი არა აქვს, საჭმელი ჭირდებათ და ამ დროს მხოლოდ ცხოველებზე რომ მიმართოთ მთლიანი რესურსი, რაღაცა ძალიან არარეალური იქნება. და ამიტომ ძალიან კაი იქნება, რომ დავაბალანსოთ ეგ ამბავი და ცხოველებს უფრო მარტივად გადასაჭრელი ცხოველებისთვის უფრო მარტივად გადასაჭრელი. ამ დროს მაინც ახაც ჩაგეჭირვით, რომ შორს მაინც ჩვენ თავის მინდოთ და ადამიანებს შევადავთ ეგ საკითხი, ავამაყოთ ის ნობიერება იმ კუთხით, რომ ასე ვთქვათ, გავააზრებინოთ ის ფაქტი, რომ ძაღლების სტერილიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის ფაქტი, რომ თქვენ ახსენეთ, რომ აი გავაკეთეთ აი მაგალითად ძაღლების თავშესაფარსო, აქ ჩემი აზრით აი რიგითი მოქალაქე რო იყო, მე უბრალოდ მაგალითად ვიფიქრებდი იმას, რომ აი რატომ უნდა მოხდეს ამ ძაღლების სტერილიზაცია, უბრალოდ როდესაც შემიძლია მივიყვანო თავშესაფარში და ეს პირიქით ანუ არც პრევენციებას არ გაუწევს იმ საკითხს ძაღლების კი, არამედ პირიქით გაზრდის დაუსტერილებელი ძაღლების ასე ვთქვათ რიცხვს და უფრო მეტად გაიზრდება ქუჩაში მყოფი ძაღლების რიცხვი. კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი ის არის, რომ ცხოველთა დაცვის კანონების გამკაცება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც კანონები არის შემოტანილი, ჩემი აზრით ადამიანებს ყურამდე არ არის მიტანი, თუ რამდენად კაცრია ეს კანონები. ანუ ამის კანონების შესახებაც უნდა იყოს ცნობიერება უფრო ამაღლებული, მეტად უფრო გამკაცრებული. საგანმანათლებლო კამპანიები უკვე ვახსენეთ, რომ სკოლებში ან სხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული კამპანიები თუ რა ხდება, როცა ცხოველს უბრალოდ ქუჩაში დავტოვებთ და მათ რა ემართებათ, ან პირიქით პრევენციები თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ დავეხმაროთ და მინდა ახლა ყურადღება გავამახვილო მე იმაზე, ქუჩაში ცხოველის დატოვება არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა მოგვარდა. ანუ მისთვის პრობლემა მოგვარდა. შეიძლება ამ ცხოველმა შემდეგ მეორე დღეს გამოიაროს ქუჩაში და უკბინოს, ცოფით დაინფიცირების რისკი წამოაქვს. კიდე წამოვა ის, რომ ანუ შესაძლებელია კანის დაავადებები და 1000 დაავადება დაემართოს ქუჩაში, როცა ის უკვე არასათანადო პირობებშია. და ეს ყველაფერი იწვევს ჯაჭვურ რეაქციას ადამიანსა და ცხოველს შორის და მისი ქმედება უბრუნდება ცუდად ადამიანს. მაგრამ საბოლოოდ რა თქმა უნდა კიდევ იმას გავიმეორებ, ყველაფრის თავი და თავი არის ადამიანი. ადამიანმა თუ ვერ გაიაზრა ის ფაქტორი თუ რა ხდება ამ დროს, მაშინ ვერანაირი თავშესაფარიც ვერ უშველის ძაღლებს უბრალოდ, იმიტომ რომ ადამიანმა უნდა გაიაზროს ეს ყველაფერი თუ რამხელა რისკის ფაქტორის ქვეშ აყენებს ცხოველებს და შემდეგ უკვე მის თავსაც რა თქმა უნდა, ხო? და უნდა მოხდეს, ანუ არ უნდა გადაყარონ ესე ვთქვათ უხეშად ცხოველები,
უნდა დაეხმარონ პირიქით უსაკავო ცხოველებს, ასე მოხალისეულ აქციებში უნდა ჩაერთონ და უფრო მეტად გაუღმავდებათ ამ ყველაფრის მიმართ და თუ მაინც მოუნდათ რომ უყავდეთ სახში ცხოველი, შინაური ცხოველი, კონკრეტულად ძაღლი მაგალითად, ან აიყვანონ თავში საფრთხე, უბრალოდ ქუჩის ძაღლს მოუვარონ. კი ხშირად გვხვდება მაგალითად ლეკვები ქუჩაში გადასმული, განსაკუთრებით ჩოხატაურის პირობებში კვირა დღეს გვხვდება ხოლმე. ნამდვილად და მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი არავი ერთ დიდ ჯაჭვს ხსნის რადგანაც ალბათ ყველა მიცით ერთი ძაღლის ამბავი ჰაჩიკო როგორც იცით ამაზე ფილმიც კი არის გადაღებული და ასე ვთქვათ ძაღლი რეალურად არის ერთგულების და ასე ვთქვათ სისუფთავის სიწმინდის სიმბოლოდ არის ქცეული ადრე ძაღლებს მხოლოდ საჭიროებებისთვის იძნებდნენ ხოლმე რა აი მაგალითად მონასტერში ძაღლებს აქვს თავდაცვითი ის რა ქვია საჭიროება რომ აი მაგალითად მგლისგან და ნადირისგან დაიცვას თავი და ასე ვთქვათ მოუაროს სხვადასხვა ცხოველებს ფარაში როცა ჰყავთ ძაღლები დიახ და რეალურად ეხლა რაც არის პრობლემა ეს არის რომ ზოგი ადამიანი უბრალოდ მისდევს მოდას ან ყიდულობს ცხოველს თავიანთი გარეგნობისთვის და რეალურად არ იაზრებს იმას თუ რა საჭიროებები და რა ვალდებულებები მოსდევს ამ ყველაფერს. კი, ერთი პერიოდი მე მახსოვს, რომ ეს ჰასკის ძაღლები ძალიან მოდაში იყო, ეხლა ბჭყალებში ვთქვათ ეგ სიტყვაც, ძალიან და ყველა ცდილობდა რომ ეყიდა და ყველას ყოლოდა სახლში, რომ ეს ძალიან ტრენდად იყო და დღესდღეობით ხშირად ხვდებით ქუჩაში ჰასკის ძაღლებს რომელიც გაძვალყავებულები არიან და საერთოდ აღარ არიან ისეთი საყვარლები, როგორიც ფოტოში ჩანს ხოლმე. შესაძლებელია იმას გავამახვილოთ ამ შემთხვევაში ყურადღება, რომ ბუდის გულისთვის ჩვენ არ უნდა ვყავდეს ცხოველები და იმის გულისთვის უნდა ვყავდეს, რომ ცხოველი გვიყვარდეს, ჩვენთვის გქონდეს რაღაცა გარკვეული საჭიროება, შეიძლება ეზოს დაცვა, ან უბრალოდ ბავშვს უნდა სახლში 4 ფეხა მეგობარი ჰყავდეს, რომელიც მას მოუვლის, მაგრამ ჩვენ შვილებსაც უნდა ვასწავლოთ ის, რომ ძაღლის ყოლა, ან ცხოველის ყოლა თუნდაც ეს კატა იყოს, ძაღლი, ან სხვა ცხოველი, ჩვენ გვეკისრება გარკვეული ვალდებულებები ამ ცხოველის მიმართ, რადგან მათ არ შეუძლიათ ლაპარაკი და ყველა მისი საჭიროება ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ. აუცილებელია მათი სრულფასოვანი გამოყვება იმისთვის, რომ ისინი არ წავიდნენ საჭმლის მოსაპოვებლად სხვაგან, არ გაწოწყდნენ, რომ ვთქვათ, უხეშად. აუცილებელია მათი ვაქცინაცია, რათა არ მოხდეს ადამიანების დაინფიცირება, ასევე აუცილებელია მათი ჭიაზე დამუშავება და მათ სჭირდებათ ზრუნველობა და სითბო. ეს თავიდანვე უნდა გქონდეს თითოეულ ოჯახს, რომელსაც ახავს ძაღლი, ან ყიდულობს ძაღლს, არ აქვს მნიშვნელობა გააზრებული, რათა ისინი გაზრდის შემდეგ არ აღმოჩნდეს ქუჩაში. აქვე მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. ერთი თვის წინ დაახლოებით ვიყავი უცხოეთში და იქ დავინახე, რომ ქუჩაში ასე იდგნენ მეტისის ძაღლს, ანუ მეტისი ჩვენ ენაზე რო გადმოვთარგმნოთ, არის უჯიშო ძაღლი, რომლის დედა და მამა არის სხვადასხვა ჯიშის, დარეული სისხლის ძაღლია, მოკლედ. ძალიან გამიკვირდა სიმართლე გითხრათ, რადგან საქართველოში მსგავსი შემთხვევა ძალიან იშვიათია. ჩვენთან უფრო თავს იწონებენ ჯიშიანი ძაღლებით, როცა ასეინებენ მათ. მოაჩენს ეს ძაღლი მათი აზრით სტატუს საზოგადოებაში და ეს ძალიან ცუდია. უცხოეთში, როგორც ვიცი, ძალიან რთულია შინაური ცხოველის ყოლა და რაღაცა გარკვეულ ნებართვებსაც საჭიროებს. დიახ, აი მაგალითად უცხო ქვეყნებში, გერმანიაში, შვედეთში და ნიდერლანდებში ძაღლების მფლობელობა კაცრად კონტროლირდება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელი კანონმდებლობა უკეთესობისკენ აღშასული მხრივ უფრო მეტად გამკაცრებულია, რაც ადამიანს აკისრებს ვალდებულებას, რომ ცხოველს მოექცეს იმდენად კარგად, რომ ზიანი არ მიაყენოს. აი მაგალითად ალბათ ის ფაქტი, რომ ადრე თუ შეიძლებოდა ნორმალური იყო, რომ ცხოველს როცა ცხოველი აღარ მოგეკლა. ახლა მსგავსი ამო გააკეთო, ისება სისხლის სამართლებრივი კოდექსით. როგორც ანასტასია აღნიშნა, სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი წელიწადში ერთხელ ატარებს ძაღლების აცვის კამპანიას. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სულ რამოდენიმე დღის წინ ახალციხეში გავრცელდა ცოფის გავრცელების შესახებ ინფორმაცია. სწორედ ასეთი მაგალითები თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ცხოველის აყვანასთან ერთად აუცილებელია და საჭიროა გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობები და მოვალეობები.
რომელიც საბოლოოდ მიგვიყანს იმ ადგილას, სადაც არ იქნებიან დაავადებული კუჩის ძაღლები და მათგან გამოწვეული პრობლემები. და საბოლოოდ ცხოველის ყოლა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. როცა ცხოველს ავიყვათ, მას უნდა მოუვაროთ. თუ ქუჩაში დავინახეთ, დავეხმაროთ. გახდი მოხალისე. გეთანხმები უსახლკარო ძაღლები ჩვენი თანაგრძნობის და ყურადღების ღირსნი არიან. ნუ დაველოდებით სხვას, დავიწყოთ ცვლილებები ჩვენით, პატარ-პატარა ნაბიჯებით. ჯერა რომ აუცილებლად მოაგვარებთ ამ პრობლემას. ჩაუვლით გურგლირას ცხოველებს, ისინი ჩვენი ცხოვრების და ყოველდღიურობის ნაწილია. თუ მათ თანაუგრძნოთ, ქალაქი უფრო თბილი და ადამიანური გახდება. გადაცემის დასასრულისკენ მინდა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოგიხადოთ ანასტასია და გაბრიელ თქვენს მიერ წამოჭრილი საკითხის და ამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ჩოხატაურში და მთლიანად საქართველოში. ძალიან მომეწონა ის თქვენს მიერ შემოთავაზებული პრობლემის გადაწყვეტის გზები, რომელსაც თავაზობთ თითოეულ მოქალაქეს. როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან საკითხს, რათა თავისი აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ აქტიურად ამ პრობლემის მოგვარებისათვის. უნდა თითოეული ადამიანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროცესში, თუმცა აქაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე დიდი როლი ამ პროცესების მოგვარებისათვის აკისრია სახელმწიფოს, რომელმაც უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები და იგივე კანონმდებლობით და სხვა საშუალებებით შეზღუდოს და აიძულოს მოქალაქეებს შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ძალიან დიდი მადლობა, მე ძალიან მიხარია ის, რომ ახალგაზრდები ფიქრობენ უკვე ჩვენს რაიონში არსებულ პრობლემებზე, ფიქრობენ რაც მთავარი ამ პრობლემის მოგვარების გზებზე და ჩართულები არიან აქტიურად ამ პროცესებში. წინა გადაცემა გქონდა ნარჩენების მართვაზე, სადაც ასევე თქვენმა თანატოლებმა მონაწილეობა მიიღეს გადაცემაში და მათ შექმნეს და შეთავაზეს ის გზები, რომლის საშუალებითაც ნარჩენების მართვა იქნება უფრო მარტივი თითოეული მოქალაქისათვის. მნიშვნელოვანი გზავნილი წინა გადაცემაშიც და ამ გადაცემაშიც ვფიქრობ ის არის, რომ ცვლილება იწყება შენით და თითოეულმა ადამიანმა პატარ-პატარა ნაბიჯებით უნდა დავიწყოთ ამ დიდი მიზნებისაკენ სულა. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდით.